გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვიღებთ ჩემი ოთახიდან ამ ვიდეოს, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ თავი. დღეს გაგცემთ პასუხს თქვენ კითხვებზე, ეზოთერიული კითხვები იქნება და ცოტა პირადი კითხვებიც იქნება, თან წავიჭოროთ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ტოქსი, პუკი, მოლი და ფოქსი და მგონია, რომ ესეც ძალიან გაგართობთ. თქვენ კითხვები დასვით ინსტაგრამზე და ეს გადაღება მიმდინარეობს ჩემი ტელეფონით, ამიტომ ვერანაირად ვერ შევიდოდ ინსტაგრამზე, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ მეთქი შევალ ჩემ MacBook-ში, მაგრამ ჩემი ინსტაგრამის პაროლი დამავიწყდა და საერთოდ ყველაფრის პაროლი მავიწყდება და ამიტომ ამოვწერე, მე მგონი 15 თუ 20-მდე კითხვა ამოვწერე და გაგცემთ ეხლა პასუხებს და ესე იგი პირველი კითხვა გვაქვს ანასტასიასგან. წითელ ძაფს რა დანიშნულება აქვს, როცა მაჯაზე გიკეთია? ზოგადად ძაფებს ძალიან დიდი ადგილი უკავია მაგიაში და ყოველივე ფერს აქვს თავისი მნიშვნელობა, წითელ, შავს, ყვითელს, მწვანე არის ფინანსებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ როცა ვიკეთებთ მაჯაზე წითელ ძაფს, აქ არის ორი ვარიანტი. ერთი არის თვალისგან ვიცავთ და არსებობს ძალიან ბევრნაირი წითელი ძაფები იერუსალიმიდან, შელოცვილი და ასე შემდეგ. მოკლედ იდეაში გვიცავს ავი თვალისგან და სიბოროტესგან. და კიდე არსებობს სურვილს ჩაიფიქრებენ და იბავენ მაჯაზე ან ფეხზე. აი ეს დანიშნულება აქვს ჩემო ანასტასია. გადავხაზოთ ანასტასია, უბრალოდ ფურცელზე და არა ცხოვრებისეულად და გადავიდეთ Toxic Babies კითხვაზე. სად მიდიან გარდაცვლილი სულები? ნახე, გარდაცვლილი არ ყოფილვარ, ჯერჯერობით ჯვარი მწერია, მაგრამ სხვადასხვა რელიგიაში სხვადასხვანაირად გვიამბობენ ამ ყველაფერს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რელიგიაში ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ გმართონ. ჩემის აზრით, საკმაოდ რეალისტი ადამიანი ვარ და უფრო ფაქტებს ვენდობი და ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს იმაზე, რომ არსებობს რეინკარნაცია. ეხლა ამაზე ცალკე ვიდეო არის ჩასაწერი, ამაზე ბევრს აქ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე უფრო ბუდიზმისკენ მივდივარ, იმის და მეუხედავად, რომ ვარ ქრისტიანი, ჯერა იესოსი, მაგრამ რელიგიური არა ვარ, მაგრამ ვიტყვი, რომ მე უფრო მწამს იმის, რომ როგორც აქ იცხოვრებ, იცხოვრებ ცუდად და შემდეგ ცხოვრებაში შეიძლება იყო კანალიზაციის ვირთხა, იცხოვრებ კარგად და დაიბადები რაღაცა მდიდარო ოჯახში, სადაც გეყოლება ვიღაცა დებუტატი მამა და ყველაფერი იქნება ძალიან კლასნად. აი ესე მგონია. და სხვათა შორის არსებობს ესეთი თეორია, რომ ადამიანი რაც უფრო ლამაზი იბადება, მით უფრო კარგი ადამიანი იყო წინა ცხოვრებაში. გადავხაზოთ Toxic Baby, ოღონდ მარტო ფურცელზე და გადავიდეთ ლიზას კითხვაზე. მართლა ძალიან ლამაზი ხარ და კაცებში რატომ არ გიმართლებს? ლიზა, ასე არ ვიტყოდი, კაცებში მიმართლებს, უბრალოდ შეიძლება ჯერ პატარა ხარ. ნახე, ყველა ქალს გვაქვს ისეთი პერიოდი, როდესაც ვირჩევთ არასწორ მამაკაცებს. ხვდები, ეს არის ჩვენი არჩევანი, თორე სწორი კაცებიც არსებობენ და არასწორი კაცებიც არსებობენ. მე ჩემ ყოფილ ადამიანებთან მაგ ძალიან კარგი ურთიერთობები, უბრალოდ რაღაცა ასაკში მივხვდი, რომ ჩემი არ არის და დავასრულე ურთიერთობები. იმიტომ რომ სიყვარულის გარეშე მე ურთიერთობა არ შემიძლია. ჩემ ყოფილებს ვცემ დიდ პატივს. კი, იყო 1-2 შემთხვევა, როცა ძალიან მეტკინა და არ გამიმართლას არ ვიტყოდი, ეს იყო ჩემთვის გაკვეთილი გამოცდა და დღესდღეობით აი ამ გამოცდების გამო თქვენ გეხმარებით ძალიან მაგრად. ამიტომ მადლიერი ვარ ცუდისთვისაც და კარგისთვისაც. გადავხაზოთ ლიზა ასეთი ინტრიგნული კითხვისთვის. მარტო ფურცელზე არა, შეიძლება ინსტაგრამზეც დაგბლოკო. так, კაი ხუმრობ. შემდეგი კითხვა აქ ნიას. ასკეზაზე გითხარი რამე? ასკეზე სხვათა შორის ქრისტიანებსაც გვაქვს და ქვია აღქმა. ოღონდ ეგ იდება ეკლესიაში და ღმერთთან. ასკეზა უფრო ეზოთერიული თემაა, როდესაც სამყაროსთან რაღაცა პირობას დებ, იმისთვის რომ რაღაცა მიიღო, ხო? პირობითად ჩვენ გინდა სახლი და იძახი ყავაზე უარს. პირობითად ჩვენ გინდა მანქანა, მაგრამ იტყვი რომ აი სამყარო ყოველ დღე დავიწყებ ვარჯიშს 10,000 ნაბიჯს გავივლი და გეხვეწები მანქანა მაჩუქა. აი რაღაცა ეგეთი თემა არის, მაგაზე სრული ვიდეო მაქვს TikTok-ზე და Instagram-ზეც, როგორ უნდა გააკეთო ზუსტად კანონებით. მე სხვათა შორის გამიკეთებია რამოდენიმე ასკეზა,
ორჯერ ამიხდა, ერთხელ არ ამიხდა. ამიტომ ესე ვერ გეტყვი, მაგრამ ბევრი იძახის, რომ კი, ასკეზა ძალიან მაგრად მუშაობს. ტაქს. ნიას კითხვა გადავხაზე და გადავიდეთ მარიე. ბიტვა ექსტრასენსებზე რას ფიქრობ და მათ გამოაშკარავებაზე? ნახე, მე პირადად ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდნენ მანდ და სიანზეც ვარ ჩაწერილი. და ძალიან მაგარი რაღაცები მითხრეს ჩემ წარსულზე და მომავალზე, რომელიც აბსოლუტურად დაემთხვა. შეიძლება რაღაცები უფრო არის, კი, გაბუქებული, იმიტომ რომ ნახეთ, ერთი დღე მე შეიძლება ძალიან მაგრად გავშალო და მეორე დღე საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდა და ერთადერთი ექსტრასენსებში ეგ მიკვირს, იცით, რომ აი ერთადერთი ექსტრასენსებში ეგ მიკვირს, რომ აი ყოველივე ამ გამოცდაზე ესეთი მობილიზებულები როგორ არიან, აი ყოველივე გამოცდაზე ეს მესამე თვალი ეხსნება და ყველაფერს ხედავ. ნუ თუ ყოველთვის ეგეთ ხოძზე არის, ერთადერთი ეგ მიკვირს, მაგრამ აი ყოველთვის ვეჭვობ, რომ აი ცოტა რაღაცებს კარნახობენ, რომ უფრო საინტერესო იყოს, მაგრამ იმაში არ მეპარება ეჭვი, რომ რაღაცა ნიჭი აქვთ რა. Так, ლანა ასკეზაზე ზოგი ამბობს, რომ მარტო 21 დღე უნდა აიღოვო. არა, ჩემო ლამაზო და ჩემო კარგო, მინიმუმ 21 დღე უნდა აიღო ასკეზა იმისთვის, რომ იმოქმედოს. მინიმუმ, თორე ასკეზა შეიძლება 3 წლიანიც იყოს. ასეთი კითხვა გვაქვს. დედასთან კამათის მერე სულ წელი მტკივდება. ეს ეზოთერიკა არ არის, ეს უფრო არის ფსიქოლოგიური საკითხი და ამას ქვია ფსიქოსომატიკა. და შენ გეშინია, რომ დედის წინააღმდეგ წახვიდე და ამის გამო გტკივდება წელი. აბსოლუტურად ყველანაირი ტკივილი ჩვენს ხელში შეგვიძლია ავხსნათ ჩვენი ფსიქოლოგიით. და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. შემდეგი კითხვა გვაქვს ლანაჩკასგან. იდეაში YouTube რო გვეზარება აქ, იმიტომ გიყურებთ და იმედია ტემპს არ დააგდებ Instagram-ზე. ანუ ეს იგულისხმება. დამიჯერე Instagram-ი არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი პლატფორმა. სულ არ ვიყო ბლოგერი. Вообще არ ვთვლი ჩემ თავს ბლოგერად, მაგრამ მაინც Instagram-ზე ვიქნებოდი. YouTube-ი მეც მეზარება, მაგრამ რაღაცნაირად მჭირდებოდა გაფართოება და დიდ ვიდეოებს რო ვერ ვწერ Instagram-ზე და TikTok-ზე, მაგიტო გადმოვედი აქ, რომ უფრო დიდხანს მიყუროთ ხოლმე. კითხვა სადო ევასგან. როგორ აღმოაჩინე შენში ეს ძალა? ეს ძალა ყველა ადამიანში არის საერთოდ. აი საერთოდ, მაგრამ მე ბავშვობიდან ხედავდი ბებია როგორ აკეთებდა შელოცვებს, როგორ საუბრობდნენ ამ თემებზე, მაგრამ რაღაცა პერიოდი საერთოდ ბოდიში და მე კიდე ეს თემები და რაღაცა პერიოდები მქონდა, როცა საერთოდ არ მჯეროდა. ეს უფრო თინეიჯერობის ასაკი იყო, როცა ღმერთისაც არ მწამდა, რასაც ძალიან ნანობ ჩემს ცხოვრებაში რა, მართლა. და თუ ტაროს გულისხმობ, ტაროს 20 წლიდან ვშლი. პირველად დავინახე მანარას კარტი, არ ვიცი სადღაც პლატფორმაზე, ძალიან მომეწონა და მომინდა შესწავლა, იმიტომ რომ გავიგე რომ სასიყვარულო კარტი არის. და მაშინ აღმოვაჩინე ტარო, მაშინ დავიწყე სწავლა ტაროსი და ასე შემდეგ, თორე ძალა, როგორ გითხრათ, ძალა წლებთან ერთად რაც უფრო მეც ვსწავლობ, უფრო და უფრო ვითარდება. და კითხვა ასეთი, როგორ გავხდე ჯადოქარი? იცი რა არის? აი ხა ვიტყოდი რომ ყველა შეუძლია გახდეს ჯადოქარი, მაგრამ არსებობენ აი ისეთი ადამიანები, რომ გონია რომ ვერაზროს ვერ გახდებიან, აი არ ვიცი, რაღაც სადღაც დაფრინავენ. როგორ უნდა გახდე და თუ გინდა რომ გახდე ჯადოქარი, უნდა დაიწყო პატარა პრაქტიკებისგან. რაღაცები შეისწავლო, იპოვო შენი სტიქია, იპოვო შენი განხრა, ხო, მაგიაში. თეთრი მაგია, შავი მაგია, მწვანე მაგია. მე არ მჯერა ამ ფერების, მაგრამ მაინც იმის მჯერა რომ არსებობს ჯადო და არსებობს რიტუალები. ჯადო არის შავი მაგია, რიტუალები არის თეთრი მაგია. პროსტა ეს სახელები ძალიან არ მომწონს. ჯერ უნდა იპოვო რაში გაქვს უფრო ნიჭი. ზოგი სიზმრებით ხვდება მომავალ, ზოგი ტაროთი, ზოგი რეალურად ხედავს ამ ყველაფერს, ზოგისთვის სასაფლაოზე მოდის რაღაცა ეს აზრები. ჯერ უნდა იპოვო რა თემაში იქნები ძლიერი. ამისთვის გირჩევ რომ სტიქიებთან იმუშაო, წყალთან, ცეცხლთან, მიწასთან, ჰაერთან და სადაც იგრძნობ თავს კომფორტულად და რო ივსები აი ამ ძალით, ზუსტად აი ამ სტიქით დაიწყო მუშაობა, მედიტაციები, რიტუალები, ნელ-ნელა ყველაფერი გამოგივა.
შემდეგი კითხვა გვაქვს ნატალიასგან, აგვისტოს შილაქის ფერიო. აი ძალიან წყინს იცით? იმიტომ რომ თითქოს ჩემ ვიდეოებს არ უყურებთ. ანუ Reels-იც მინდოს და TikTok-ზეც მინდოს ვიდეო. უბრალოდ არ ვსაუბრობ. გვაქვს ფრენჩი და გვაქვს ყველა ნუდი ფერები, ანუ ესეთი ფერმქთალი ფერები, თეთრი, ხორცისფერი და ასე შემდეგ. შემდეგი კითხვა გვაქვს ეთოსგან. საკუთარი ფერის გასაგებად რამე ტექნიკა არსებობსო? არ ვიცი საკუთარ ფერში რას გულისხმობ, მაგრამ თუ აურის ფერს გულისხმობ, სახში დაანთე სანთელი, ოთახში და ჩააბნელე ყველაფერი. გამოწიე ხელი და ეს თვალები მოჭუდე. და დაინახო შენი აურის ფერს. აი ეს ერთი ტექნიკა. კიდევ ერთი კითხვა ეთოსგან. შინაგანი ტრავმების მოსაშორებლად რას გვირჩევდიო? რატომა მოიშორო ტრავმა? მე ვფიქრობ, რომ ტრავმები რაღაცნაირად გვაყალიბებს, აი როგორც რაღაცა მინერალური ქვები წყალში რო არ და რაც უფრო ტალღები ურტყავს, მით უფრო ლამაზი რო ხდება, ხო? ანუ შეგიძლია იმუშაო და მიიღო ეს ტრავმები, მაგრამ მოშორება არავითარ შემთხვევაში ეს არის შენი გამოცდები და შენი გაკვეთილები, ამან უნდა გასწავლოს ცხოვრება. კითხვა კაპრიზასგან. რუსი დაკუნთული კაცები მომწონს. მაგრამ რუსული არ ვიცი, რა ვქნა? მე გირჩევდი ორ მასწავლებელს. შოთა დარბაიძეს, მაგრამ უფრო უკეთეს, მაგრამ ცოტა ძვირი არის ქეთი ედგუნაშვილი თუ ედინუნაშვილი. ძალიან მაგრად ლაპარაკობენ რუსულად და მათთან იარე კურსებზე და აუცილებლად დაკერა რუს კაცებს დაკუნთულებს. კითხვა ნინუცასგან. ვიბრაციების ამაღლების ტექნიკა გვინდაო? ვიბრაციების ამაღლების ყველაზე მაგარი ტექნიკა არის მადლიერების პრაქტიკა ყოველდღიურად. აი, სურათ სუთხასიაზე გაიყვიძო, სურო აი ქაქა იყო მთელი დღე. არ ვიცი. მოფსა? ეხლა მოგიყვანთ მაგალით, მე მადლიერი ვარ, რომ მოლიმ მომიფსა ეხა ლოგინში. იცი როგორი მადლიერი ვარ? ჩემი ვიბრაციები უფრო ამაღლდა. ეს არის უპირველესი ვიბრაციებზე. რომ იყო მადლიერი ყველაფრის რაც გაგაჩნია, იმიტომ რომ შენი ცხოვრება ვიღაცისთვის არის სანატრელი და ეს არ უნდა დაგავიწყდეს. გვასწავლე რამე სურვილების ახდენის ტექნიკა. ნუ უამრავი ტექნიკა გაქვთ ამისი, მაგრამ ეხა ბოლოს ვისწავლე ტექნიკა სიარულის დროს. როცა ვარჯიშობ, როცა ტრენაჟერზე ხარ, როცა საერნობ, უნდა თქვა ყველაფერზე, ანუ უნდა იყო მადლიერი ყველაფერზე, რაც გსურს. მაგრამ როგორ იწყება? ესე იგი, ჯერ თავიდან თქვი ყველაფერი, რაც გაქვს. მე მადლიერი ვარ, რომ მყავს ძაღლი მაქვს, სახლი მაქვს, ლოგინი, მოკლედ, რაც გაგაჩნია, მართლა გულით იყავი მადლიერი და ხმამაღლა ისაუბრე, ანუ ჩვეულებრივად არ იყვირო. და შემდეგ უკვე მადლიერება გამოთქვი იმაზე, რაც გსურს. ანუ მე მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მაქვს ვილა, მადლიერი ვარ, რომ მაქვს იახტა, თან გაიღიმე, თან შეიგზენი და სხვათა შორის დატესტილი ტექნიკა არის ძალიან მაგრად მუშაობს. და კითხვა არის ასეთი: საფლავის ნემსზე ისაუბრე, სახში ვიპოვე. რას აკეთებენ ეს დამპლები? მიდიან სასაფლაოზე, ნემს არჭობენ ხის ჯვრებში, პოულობენ, ან სადმე საფლავის ქვასთან დებენ და მერე ერთი კვირა თუ არ ვიცი, რამოდენიმე დღე უდევთ ეს ნემსი ივსება ამ ენერგიით და შემდეგ მოდიან თქვენთან სახლში და სადმე დივანში, ლეიფში, ლოგინში თხრიან იმისთვის, რომ მოკლედ ძალიან ცუდი რაღაცები გაგიკეთონ რა. ბევრნაირი ტექნიკა არსებობს და ბევრ რამეზე უფრო ხშირად ავადმყოფობაზე არის ეს ყველაფერი რა. კითხვა მარიამისგან. სახში ობობის ქსელები არ მოაშოროთო? მე ვთქვი ერთხელ სტორში, რომ არ ჩემ დამხმარეს ვეუბნები, რომ ობობის ქსელები არ მოაშორონ. მე მიყვარს ძალიან ობობა, იმიტომ რომ რატომღაც ჩემი თავი მგონია როგორც ობობა. აი, ერთ ადგილას ხო არის ეს ობობა, არ ინძრევა დიდად, არსად არ დადის რა, მაგრამ ძალიან მაგარ ქსელებს იწყობს და ბუზები წყავს და შეყვარებული წყავს და ყველაფერი აქვს იმ ერთ ადგილზე. ხო და ეხა სხვა იმას გეტყვით, რითი არის კარგი, ფული მოაქვს სახში. სახლს უფრთხილდება და ნეგატივისგან უფრთხილდება ეს ობობის ქსელები თქვენ სახლს რო იცოდეთ რა. სხვათა შორის ენერგეტიკას ვინც ხედავენ რომ არის როგორც ობობის ქსელი.
აი ეგრე არის ენერგეტიკულად თოვობის ქსელები, მოკლედ. და იცავს თქვენს სახლს და მოაქვს ფული და მე ვიცი ადამიანები, ვინც ყლაპავენ, დედა ჩემი გადაყლაპა, ობობა ბოდიში დედა რო ვთქვი, ყლაპავენ ობობას იმისთვის, რომ ფინანსები მოიზიდონ თავის ცხოვრებაში. კითხვა მარიამისგან. რამდენად საშიშები არიან დემონები, რომლებიც სახლში ყავს? ნახე, ეგრე დამავოიც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის დემონი. და არსებობს კიდე რადავი ძემანი, ეს არის როცა ანუ შენ მთლიან ბებიას, ბაბუას, დიდბებიას და ასე შემდეგ ვიღაცა დემონი იცავდა. და ამ დემონებს რო იშორებენ, მე აღარც ფული აქვთ, აღარც ჯანმრთელობა აქვთ, აღარც სიყვარული აქვთ და ასე შემდეგ. რატომღაც ეხა ბევრი ვინც არ იცის ეს ეზოთერიული თემები ღრმად, გონია რომ ყველა დემონი მაინც და მაინც ცუდი არის შენთვის. არა, დემონი შეგიძლია შენთვის და შენზე ამუშაო, შენ დაგიცვას და ასე შემდეგ. აუ ამის გამო დედას მიტირებენ, ეხა რაც თქვი, მაგრამ არა უშავს. და კითხვებს ვასრულებ ნინოსგან, გვასწავლე კლების რიტუალი. არსებობს უძველესი, ბევრნაირი ტექნიკა არის სანთლის ცვილზე, ჩემ მაღაზიაში იყიდება სხვათა სპეციალური სანთელი, დაკლების რუნით და შელოცვით, რაც შეგიძლიათ შეიძინოთ. თუ თქვენი გეზარებათ ამ ყველაფერს გაკეთება და არსებობს კიდე ტექნიკა, მე მგონი 33 იმაზე, რა ქვია, ბულავკაზე. ყოველდღიურად ერთი და იგივე მაიკონე გეცვას და ყოველ დღე გაიკეთო ერთი ბულავკა. 33 დღის მანძილზე გიკეთია, წარმოიდგინეს ბულავკები ამდენი და ყოველ დღე იძახი შელოცვას. და ძალიან ბევრი რიტუალი არსებობს ამაზე, მაგრამ დიდად არ ვასწავლე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანი სუსტდება, იწამლება, რაღაცა ავადმყოფობა ემართება და ცუდად მოქმედებს. ამიტომ ვყიდი ჩემ მაღაზიაში სპეციალურ რუნას, რაც ცუდად არ გაგხდით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ბოლომდე მიყურეთ, დიდი პატივია ჩემთვის. დაგასპოილერებთ, მინდა რომ ჩავწერო მედიტაცია ქალური ენერგიის გაძლიერებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მთხოვთ მსგავს მედიტაციას ან ტექნიკებს და გამოგვიწერეთ და დაგვალაიქეთ, არ დაგავიწყდეთ.